როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ეგრეთ წოდებული საზღვრის აღნიშნული ბანერები განათავსეს. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გარკვეული მონაკვეთები. განხორციელებული ქმედებების შედეგად კი სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. რუსეთის ფედერაციის ქმედება კონფლიქტის რეგიონში არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების კიდევ ერთი უხეში დარღვევა. იგი მიმართულია რეგიონში სიტუაციის გასამწვავებლად და უკვე მერამდენედ ქმნის დაძაბულ ვითარებას და ფონს აბაშიძე კარასინის მორიგი შეხვედრის წინ, რომელიც 15 ივლისს უნდა გაიმართოს პრაღაში. ამგვარი ნაბიჯები ხელს უწყობს ვითარების მხოლოდ გამწვავებას და არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას ადგილზე, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონულ უსაფრთხოებას. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დროულად აამოქმედოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი, გამოიყენოს ყველა ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატი შესაბამისი მძაფრი რეაქციის დროულად გამოხატვისთვის. ჯერჯერობით არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციის ან ცალკეული ქვეყნის მიერ არ გაკეთებულა შესაბამისი განცხადება, რაც მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების არასათანადო, არასაკმარის მუშაობაზე. ამისათვის საჭიროა უმაღლეს დონეზე დაუყოვნებლივი პირდაპირი კომუნიკაცია მსოფლიოს ლიდერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, რათა მოხდეს რუსეთის ამ კონკრეტული ქმედებების მკაცრი დაგმობა და შესაძლო სამომავლო პროვოკაციების პრევენცია. ასევე საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომელსაც ასევე ჯერჯერობით არ გაუკეთებია ვითარების შეფასების შესახებ განცხადება. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ გადახედოს აბაშიძე კარასინის მოლაპარაკებათა ფორმატს და იმსჯელოს მისი სამომავლო გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე. თავისუფალი დემოკრატები მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაუყოვნებლივ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად და კიდევ უფრო გართულებული ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მოვლითი გზის ვარიანტიც მუშავდება და შეიძლება ისე გადაიჭრას ეს მილსადენი, რომ აღარ მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის აბსოლუტურად არასწორი მიდგომა საკითხის მიმართ, რასაკვირველია ავარიული ან სხვა მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ არსებობდეს რაღაც ალტერნატიული ვარიანტები და ეს იყოს გეგმის ნაწილი, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ასეთი განცხადების მოსმენა, რადგანაც ეს თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ეგუები იმ სიტუაციას, რომ მილსადენის ნაწილი შეიძლება მიითვისოს რუსეთის ფედერაციამ, აღმოჩნდეს იგი ოკუპირებულ ნაწილზე და შენ არ ქონდეს მასზე წვდომა. პირველ რიგში უნდა მოხდეს ის, რომ მძაფრი რეაქცია იყოს სწორედ ამ ამბავზე და არა ის, რომ ჩვენ კიდევ ღიად ვისაუბროთ იმის თაობაზე, რომ არსებობს შემოვლითი გზების აშენების საშუალება. ასე რომ ასეთი განცხადებებიც არ უწყობს ხელს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს პრინციპული პოზიცია ამ საკითხზე. ის დიპლომატიური ქმედებები, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ, გნებავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, გნებავთ სხვების მხრიდან, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იყოს მძაფრი საერთაშორისო რეაქცია. აქ არის საჭირო, რომ პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს ხდომა უნდა შედგეს ამ შემთხვევაში, კრიზისების მართვის საბჭოს ხდომა უნდა გაიმართოს, როდესაც ასეთი ვითარება და პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა, ანუ ქვეყნის პირველმა პირებმა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ თუ გნებავთ, უნდა აიღონ ტელეფონი და უნდა დაურეკონ თავიანთ კოლეგებს, მსოფლიოს ლიდერებს, მხოლოდ ასეთ უმაღლეს დონეზე კომუნიკაციას შეიძლება მოყვეს შესაბამისი რეაქცია. როგორც ხედავთ, უბრალო განცხადებები, რომლებიც კეთდება და დიპლომატებთან შეხვედრა ამ საკითხს ვერ წყვეტს. ორი სიტყვით დავუმატებდი იმას, როცა ჩვენ საუბრობთ შიდა ვითარებაზე, საგარეო ნაბიჯების თაობაზე, ხალბატონმა მაიამ მოგახსენათ დეტალურად მე ვფიქრობ, მაგრამ შიდა ვითარებაზე როდესაც საუბრობთ, ორი დღეა ჩვენ ამ შაბათ-კვირის განმავლობაში არ მოგვისმენია არც ერთი კონკრეტული
კონკრეტული ყურადღებას ვამახვილებ განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებენ ისედაც გაუარესებული ჰუმანიტარული ვითარების თაობაზე. ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩავარდა, თავი რო დავანებოთ მილსადენის თქვათ საკითხს. მათ არ აქვთ ხელმისაწვდომობა თქვათ საძოვრებთან დაკავშირებით, ჩვეულებრივი ელემენტარული პირობების დასაკმაყოფილებლად, ამიტომ გვაინტერესებს ის, რომ გარდა იმისა, რომ კალაძე ეძებს ალტერნატიულ გზებს გაყვანილობასთან დაკავშირებით, რა რეაქცია იქნება პირველ რიგში არსებული ვითარების თაობაზე და რას უპირებენ ამ ხალხს. არის თუ არა კონკრეტული ქმედებები დაგეგმილი მათი ისედაც გაუარესებული პირობების გასაუმჯობესებლად. ამას გულისხმობთ ჩვენ და ჩვენ პრინციპული პოზიცია გვაქვს ძალიან ამასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ გააკეთოს მყისიერი დაუყოვნებლივი რეაქცია რაც შეიძლება დროს.